სარამონშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში On the Record. მე ვარ IO News English-ის სიღრმისეული ინტერვიუ შოუს წამყვანი. როდესაც აშშ-ში აძლიერებს დარტყმებს ირანის წინააღმდეგ და ეხლა ყოველდღიურად ბომბავს რეჟიმის სამიზნეებს ჰორმუზის სრუტის გასწვრივ, სრული სამხედრო ოპერაციების განახლების რისკი ირანში ეხლა უფრო რეალურია, ვიდრე ამ კიფე-ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ ნებისმიერ დროს. რაც შეეხება ირანს, ის არამხოლოდ ესხმის თავს გემებს სრუტეში, არამედ ძლიერად უტევს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, ამ ეტაპზე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ამ ქვეყნებში არსებულ ასამეშექშუს სამხედრო ობიექტებზე და თავს იკავებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებისგან. ზოგიერთი თვალსაზრისით ჩანს, რომ ირანთან ომი განახლდა. მხოლოდ ამჯერად ისრაელი არ არის ჩართული. ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში დარტყმებს არ ახორციელებს და ჯერჯერობით ისრაელი ისლამური რესპუბლიკის მხრიდან არ დაუტევებიათ. ცხადია, ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ისრაელი ესეთ სცენარზე ემზადება. მაგრამ რას ნიშნავს ეს ისრაელისთვის? უნდა გააგრძელოს თუ არა გვერდზე ყოფნა, როცა აშშ ირანს უპირისპირდება და თუ ომი განახდება და ისრაელი კვლავ დაიწყებს დარტყმებს ირანზე, დაეხმარება ეს მას იმ მიზნის მიღწევაში, რაც ვერ შეძლო 40 დღიანი ომის განმავლობაში. ამ საკითხის გასაშიფრად მიხარია, რომ გადაცემაში კვლავ გვყავს ეიალ ჰულატა. ჰულატა 2021 წლიდან 2023 წლამდე ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი იყო. მან მოსადში დაახლოებით 23 წელი იმსახურა, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე და დაჯილდოებულია ისრაელის თავდაცვის პრემიით დაუკონკრეტებელი ქმედებებისთვის. ჰულატა ასევე უფროსი მკვლევარია დემოკრატიების დაცვის ფონდში. ეიალ ჰულატა, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთდით აქ გადაცემაში On the Record. მიხარია, რომ ისევ აქ ვარ. საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ, მას შემდეგ რაც აქ ვიყავი 6-7 თვის წინ, ასეა. დიახ, მაგრამ აშკარად ველოდებოდით იმ მომენტს, როცა ისევ ჩვენთან გიხილავდით და აი აქ ხართ, ასე რომ მადლობა მოსვლისთვის. ეხლა, როგორც ჩემს შესავალში ვახსენე, როცა აშშ-ში ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს ირანზე და ეხლა ნამდვილად აჩქარებს ტემპს, უნდა ჩაერთოს თუ არა ისრაელიც და მიაღწიოს იმას, რასაც იმედოვნებს ირანში. კი, ნამდვილად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ისრაელის მიზნები თუ ის ჩაერთვება. მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ჩაერთვება თუ არა ისრაელის ხელში არ არის. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იერუსალიმში არ მიიღება. პირველ რიგში ეს უნდა განიხილონ ვაშინგტონში. და ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა აშკარად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ სურს ისრაელის ჩართვა მრავალი მიზეზის გამო. ვფიქრობ, თავარი მიზეზი ისაა, რომ მას შეეძლოს ამ კონფლიქტის ესკალაციისა და ინტენსივობის კონტროლი. როგორც კი ისრაელი ჩაერთვება, ძალიან ბევრი ცვლადია, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს. და უდალ თქვა გარკვეული იმედგაცრუებით. არ ვფიქრობ, რომ არსებობს ის ნდობის დონე, რასაც ველოდი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ლიდერებს შორის. რადგან ისრაელს შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ამაში. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შეთანხმება იმაზე, როგორი უნდა იყოს მოქმედების გეგმა, მაგრამ ეს ვაშინგტონის მხარია. კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელიც ჩემი აზრით აშკარად არ უნდა, რომ ისრაელი იყოს ჩართული და ეს არიან ირანელები. და ირანელებს სურდათ, რომ ისრაელი ჩართული იყო. მათ მხოლოდ ერთი რაკეტის გამოგზავნა სჭირდებოდა ჩვენსკენ, რაც გააკეთეს კიდე 17 საათამდე. კამპანია მოკლე, მაგრამ ძალიან ინტენსიური. დაახლოებით 5 კვირის წინ, ეს იყო ივნისის დასაწყისში, მე ვფიქრობ, რომ ირანელებმა იციან, თუ ისრაელი ჩაერთვება, ინტენსივობა უფრო მაღალი იქნება და თამაშის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ასე რომ, თუ ვაშინგტონს არ უნდა ისრაელის ჩართვა და თეირანსაც არ უნდა ისრაელის ჩართვა, მაშინ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რა უნდა ისრაელს, მაგრამ არა იმდენად. ხომ ასე? დიახ, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ ისრაელი გვერდიდან აკვირდება და სიამოვნებს ეს მიმდინარე სიტუაცია. აშშ-ში ამცირებს ირანის სამხედრო შესაძლებლობებს. ის უტევს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, რაც მისი, როგორც იცით, არაბირთული კოზირია. და ეს ყველაფერი ხდება ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მას ჩარევა ხომ არ დააზიანებს ისრაელის ინტერესებს? კი, ასე ვიტყოდი. კარგი, და კიდევ ერთხელ მე უბრალოდ ჩემს სოფუმხედველობას უზიარებ. შეიძლება ეს ზუსტად არ ემთხვეოდეს იმას, როგორც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამჟამად ხედავს ამ შესაძლებლობას.
პირველ რიგში ისრაელის პერსპექტივიდან უნდა იყოს ძალიან მკაფიო გაგება იმ პრიორიტეტებისა, რაც ირანიდან მომდინარე საფრთხეს უკავშირდება. და ამ ეტაპზეც, როგორც ამ ომამდე, ისე გასული წლის ივნისის 12 დღიან ომამდე, მთავარი საკითხია ირანის ბირთვული პროგრამა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ის, თუ როგორ შევაჩეროთ არა მხოლოდ არსებული მდგომარეობა, არამედ გადავჭრათ, ანუ აღმოვფხრათ ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა. ეს უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი. ეხლა უნდა არსებობდეს კითხვის ნიშანი იმაზე, იქნება თუ არა ისრაელის ჩართულობა. ან თუნდაც ამერიკული სამხედრო ავიადართვები სახმელეთო ოპერაციების გარეშე. შეგვიძლია თუ არა რაიმე მნიშვნელოვნად უკეთესი გავაკეთოთ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე 25 წლის ივნისში გავაკეთეთ. 12 დღიან ომში, ან დამატებითი ელემენტები, რომლებიც განტოლებიდან ამოვიღეთ 40 დღიანი ომის დროს, მარტსა და აპრილში. და ვფიქრობ, პასუხი აუცილებელი არ არის დადებითი. და თუ ასია, მაშინ ვფიქრობ, რომ ისრაელის პერსპექტივიდან ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ასეთი სამხედრო ვარიანტი. თუ საქმე იქამდე მივა, რომ ირანი მართლაც გადაწყვეტს ბირთვული ბომბის სწრაფად შექმნას. იმიტომ რომ მათ ვერ მიაღწია შეთანხმებას ამერიკელებთან, ან იმიტომ რომ, არ ვიცი, ნამდვილმა ხისტი ხაზის მომხრეებმა გადაწყვიტეს, რომ სურთ თავიანთი შეკავების ძალა და ამას ნებისმიერ ფასად გააკეთებენ. მაშინ რას აკეთებს ისრაელი? სწორედ ამისთვის უნდა მოემზადოს ისრაელი. ამისთვის უნდა მოემზადოს სამხედროები. ამისთვის უნდა მოემზადოს მოსადი. და სწორედ ამაზე მსურს, რომ ისრაელის ლიდერობა და მთავრობა იყოს კონცენტრირებული. კიდევ ერთი შეტევის ტალღა შეიძლება რაღაც ღირებულება შექმნის, მაგრამ კლებადი უკუგების კანონი უკვე მოქმედებს. დიახ, ზუსტად ჩემ შემდეგ კითხვაზე გადამიყვანეთ. ბოლოს აქ მაშინ იყავით, როცა 12 დღიანი ომი დასრულდა ივნისში. თქვენ თქვით, რომ ისრაელმა უნდა გამოიყენოს იმ კამპანიის წარმატება, რათა ამერიკელებთან ერთად ზეწოლის კამპანია შეათანხმოს და რეჟიმი დაასუსტოს. აშკარად ეს ნამდვილად არ მოხდა. და რაც ვნახეთ, უბრალოდ ომის განახლება იყო. მაშ ეს ნიშნავს, რომ ისრაელს აქვს სტრატეგია ირანის წინააღმდეგ, თუ უბრალოდ გაზონის თიბის რეჟიმშია? მოდით ყველაფერი კონტექსტში განვიხილოთ, ხო ასეა. ჩვენი ბოლო ინტერვიუ მგონი დეკემბერში იყო. ეს იყო მანამდე, სანამ თეირანსა და სხვა ქალაქებში იანვარში პროტესტები დაიწყებოდა, რამაც გამოიწვია 10,000-ობით ირანელის მასობრივი ხოცვა მათი საკუთარი მთავრობის მიერ. და შემდეგ მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი, დაპირებით, რომ მათ დახმარებას გაუწედა. და მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ვიცით, რომ განვითარდა, იყო მცდელობა რეჟიმის დამხობის, ის ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, უზენაესი ლიდერი იქ არ არის და ირანი სხვანაირია. ეხლა უკეთესი პარტნიორია მოლაპარაკებებისთვის. ამ ეტაპზე არა. ნაკლებად მთრულადაა განწყობილი ისრაელისა და დასავლეთის მიმართ. ალბათ არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სუსტი არ არის. სინამდვილეში ის უფრო სუსტია. თუ დეკემბერში ნათქვამს დაუბრუნდები, ასე ვფიქრობ. თუ ისევ იმაზე ვართ კონცენტრირებული, როგორ შევქმნათ უკეთესი პირობები, ირანის ლიდერისთვის დარჩენილი ბირთვული პროგრამის დათმობა სამხედრო მოქმედების გარდა, რომელიც შეზღუდული. როგორც ადრე ვთქვი, შემდეგი საუკეთესო გზა არის ირანი. ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მათ დათმობა მოუწიოთ. ისევ მოწამლული თასი დალიო. ისევე როგორც ირან ერაკის ომის ბოლოს გააკეთეს. და როგორც 2013 წელს ამერიკელებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის გასაკეთებლად საჭიროა კოორდინირებული კამპანია. ვფიქრობ, პრინციპები, რომლებზეც დეკემბერში ვსაუბრობდი, კვლავად ზალაშია. ჩვენ ვიცით, რომ ირანში მდგომარეობა ხალხისთვის იმდენად რთული იყო, რომ ისინი მასობრივად ქუჩებში გამოვიდნენ. რადგან ამ ზეწოლას გრძნობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეწოლა ისეთი ძლიერი და ინტენსიური არ იყო, როგორც მე ვფიქრობ, შეიძლება ყოფილიყო. ამერიკული კამპანიის ეკონომიკური ზეწოლის ნაწილი, ვფიქრობ, ბევრ შედეგს იძლევა. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა. ეხლა ვითარება თვალის პრინციპით ვითარდება, რადგან პრეზიდენტი ტრამპი სურს ჰორმუზის სრუტის გახსნა. ასე რომ, გლობალური კრიზისი არ არის, მაგრამ არსებობს სხვა ზეწოლის საშუალებები, ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც ამ რეჟიმს ან იმას, რაც მისგან დარჩა, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ისე რომ მათ შესაძლოა დათმობაზე წასვლა მოუწიოთ. და მე მსურს, რომ ეს გაახორციელდეს. რადგან ვფიქრობ, რომ ეს მაქსიმალურად გააძლიერებს იმ ბერკეტებს, რაც ამერიკამ და ისრაელმა ირანზე შექმნეს. სანამ ჩვენ ყველა ვსაუბრობთ, ან ირანი ცდილობს, რომ ყველა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ისინი ამ ომში იმარჯვებენ, ამერიკელებს უკან სწევენ
და აიძულებენ ამერიკელებს ჰორმუზის სრუტის საკითხში დათმობაზე წავიდნენ, მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია ბევრად უფრო რთულია ვიდრე ეს. მე ვფიქრობ, ირანი ბევრად უფრო სუსტია, ვფიქრობ, რეჟიმი ქვეყანას არ აკონტროლებს. მე ვფიქრობ, რომ ხალხი დიდი ალბათობით ისევ ქუჩაში გამოვა, თუ იგრძნობს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა. და ვფიქრობ, რომ ამის მოხდენის ალბათობა მომდევნო რამდენიმე თვეში ან წელიწადში საკმაოდ მაღალია. ამისთვის უნდა მოვემზადოთ. საუბრობთ ამაზე მომზადებაზე, როცა თქვენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყავით პრემიერ-მინისტრ ბენეტის დროს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სინამდვილეში სულ რამდენიმე კვირის წინ გაამჟღავნა გეგმა, რომლითაც უნდა დაემხო ან დაესუსტებინა ირანის რეჟიმი. ეხლა ეს დიაგრამა გარკვეულწილად აჩვენებს იმ გეგმას. ის ძლიერ რედაქტირებულია გარდა სიტყვებისა. ირანის დასასუსტებელი გეგმა და სიტყვა კიბერ. ეხლა მიუხედავად გასაგები უსაფრთხოების შეზღუდვებისა, როგლებისა, როგორც ახლა ეკრანზე ვხედავთ, კიდევ რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამ გეგმაზე? და იცით რატო არ განხორციელდა ეს ამჟამინდელი მთავრობის მიერ? იცოდნენ ისინი იმ გეგმაზე, რომელიც თქვენ შეადგინეთ? უნდა ვთქვა, რომ ეს კარგ მოგონებებს მახსენებს. მახსოვს იმ დროის პრემიერ-მინისტრი ბენეტი, როგორ ხატავდა ამას ჩვენი საუბრისას იმაზე, რას ნიშნავს ირანის დასუსტება. რაც ახლა ვთქვი, ახალი არ არის. ფიქრობ, ეს ირანის მიმართ სწორი სტრატეგია წლების განმავლობაში იყო. ირანი კეთილსინდისიერად არ აწარმოებს მოლაპარაკებას. ერთადერთი გზა, რომ ირანმა დათმობებზე წავიდეს, არის მათი იმდენად დასუსტება, რომ არჩევანი დარჩეთ სრულ კაპიტულაციასა და ძალაუფლების დაკარგვას შორის. და ეს შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა სახის უზარმაზარი ზეწოლით. იცით, მე არ გავასაჯაროებ იმას, რაც აშკარად გასაიდუმლოებულია, მაგრამ ამ საკითხის სხვადასხვა მიმართულებები. ან ჩვენი მცდელობა ჩამოვაკალიბოთ, რა სხვადასხვა გზებით შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ რეჟიმს. რაც გამოიწვევს მის მართლობის უნარის, თავდაცვის უნარის, თავდასხმის უნარის შესუსტებას. რაც ჩემი აზრით კიდევ უფრო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. და საბოლოოდ ისინი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ ამერიკელებთან მოლაპარაკებებში ბევრად სუსტი პოზიცია ექნებათ. როცა ამას ვგეგმავდით, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, ხო? პრეზიდენტი ბაიდენი ახალ შეთანხმებაზე საუბრობდა, მას უფრო ხანგრძლივი და ძლიერი უწოდა. ჩვენი არგუმენტი იყო, თუ გსურთ უფრო ხანგრძლივი და ძლიერი შეთანხმება, მაშინ რეჟიმი უნდა დაასუსტოთ, რადგან ისინი ამას უბრალოდ იმიტომ არ მოგცემენ, რომ თავაზიანად სთხოვეთ. და თუ JCPOA-ზე დაბრუნდებით, შეუძლებელია კიდევ ერთ მოლაპარაკებულ შეთანხმებას მიიღებთ, რადგან ირანელები დათმობაზე მხოლოდ ერთხელ წავენ. ეს იყო იდეა. ეხლა რატომ არ განხორციელდა ეს? იცით, მე ზუსტ დროს არ დავასახელებ. მაგრამ ჩვენ წინამთავრობა და მე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ამ გეგმის კოორდინაცია დავიწყეთ. ეს მე თვითონ ძალიან კაცრად და მჭიდროდ ვაკეთებდი ისრაელის თელ თავდაცვის სისტემასთან, ვაკოორდინირებდი ყველა სხვადასხვა მხარეს მათი უნარების მიხედვით და შემდეგ სამწუხაროდ მთავრობა დაეცა და გაიმართა არჩევნები, ვადამდელი არჩევნები 22 წლის 1 ნოემბერს. მაგრამ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს გეგმა გააცნეს? ხო, ბენიამინ ნეთანიაჰუს ყველაფერი გააცნეს. მე პირადად მქონდა შესაძლებლობა, როგორ თქვა, ხაფიფა ინგლისურად, სიტყვებია. ხო, ტრანზიცია. მე შევძელი მთელი აზროვნება, მთელი დაგეგმვა და მთელი კოორდინაცია იქ გადამეტანა. მესმის რომ ამბობს, ეს ნახატი არასდროს უნახავს. ეს მართალია, რადგან ეს ნახატი დარჩა პრემიერ-მინისტრ ბენეტთან, როგორც მონახაზი მის დიდ დამალვაში. მაგრამ გეგმა, მეთოდოლოგია და მთელი აზროვნება, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს, მათ შორის ძალების მობილიზება, რომელიც განხორციელდა თავრობის ცვლილებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება, ან იქ ყოფნა. იცით, რომ სამართლიანად და გულახდილად რო თქვა, სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ 23 წლის იანვრიდან 7 ოქტომბრამდე ისრაელის მთავრობის ყურადღება სხვა საკითხებზე იყო გადატანილი, რაზეც დღეს აუცილებელი არ არის ვისაუბროთ. მინდა რომ მათი ყურადღება როგორც ჩვენი მთავრობის დროს გარე საფრთხეებზე ყოფილიყო მიმართული. შეიძლება ყველაფერი სხვანაირად განვითარებულიყო, მაგრამ ამას ვერასდროს გავიგებთ. ნებისმიერ შემთხვევაში დიახ, ეს არა მხოლოდ კარგ მოგონებებს აღძრავს, არამედ იმ შეგრძნებასაც, რაც მაშინ გეუფლება, როცა დროს კარგავ. რა ხდება მაშინ, როცა საკმარისად სწრაფად არირებ გადაწყვეტილებას, რა უნდა გააკეთო? საბოლოოდ ისრაელი მზად იყო.
და 25 წლის ივნისში ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მიიღო ეს გადაწყვეტილებები და საჰაერო ძალებმა დაზვერვამ მოსადმა იმოქმედეს ისე როგორც იმოქმედეს. ეს მართლაც გამორჩეული იყო. გონი წინავადაშიც ვლაპარაკე ამაზე. მართლაც დამსახურება ეკუთვნის მათ, ვისაც ეკუთვნის. და ეს არის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება და შესაბამისი სტრუქტურები. მაგრამ ირანის პრობლემა ნეთანიაჰუსით არ დაწყებულა და ალბათ ნეთანიაჰუსითაც არ დასრულდება. საქმე ისაა, რომ ირანის პრობლემა ერთადერთი პრობლემა არ არის. თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, იცით, ირანის საფრთხე კვლავ არსებობს. რეჟიმი უფრო გაბედული და რადიკალიზებულია, როგორც თქვენ თვითონ აღწერეთ. მაგრამ ეს ერთადერთი საფრთხე არ არის. ისრაელის ძალები ჯერ კიდევ ლიბანში არიან. ისინი ჯერ კიდევ სირიაში არიან. ისინი ჯერ კიდევ გაზაში არიან ამ ყოველდღიური თავდასხმებით. ასე რომ, ეს არის ახალი ნორმა. რეალობა ისაა, რომ დაუსულებელი ომი გარდაუვალია. არა, მე არ ფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. ფიქრობ, ბევრი რამ არის, რაც არ უნდა გავხადოთ ნორმა. და ნამდვილად ერთ-ერთი რამ, რაც არ უნდა გავხადოთ ნორმა, ისაა, რომ ისრაელი მუდმივ ომშია. არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს მუდმივ ომში. განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიცაა ისრაელი, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს აყვავებული, წარმატებული და კეთილდღეობაში მყოფი საზოგადოება და ეკონომიკა. ეს შეუძლებელია დაუსულებელი ომებით. დავით ბენ-გურიონმა ეს ჯერ კიდევ 1947 წელს გაიგო, როცა ისრაელის თავდაცვის ძალებს ამზადებდა დამოუკიდებლობის ომისთვის. მართალია ისრაელი ახლა ბევრად უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია 1000 დღის ომს გაუძლოთ. ეს ომი უკვე ყველაზე ხანგრძლივია, რაც კი ოდესმე გვიბრძოლია. და ამდენი ფრონტის პირობებში დასასრული არ ჩანს. ხო, შენ ლიბანი ახსენე. ძალიან მიხარია, რომ ვაფასებ და მხარს უჭერ იმ შეთანხმებას, რომლის გასაფორმებლადაც პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ელჩი ლაიტერი ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე გაგზავნა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, როცა ვსაუბრობთ ომების დასრულებაზე მოლაპარაკებული შეთანხმებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრატეგიულ სარგებელს და ქმნიან გრძელვადიანი წარმატების პირობებს, სწორედ ასეთ საკითხებზე გვაქვს საუბარი. მინდა, რომ ლიბანი უფრო ძლიერი იყოს. ამას წლებია ვფიქრობ, ხო ასეა. მე თავად ვაწარმოე მოლაპარაკებების საზღვაო შეთანხმებაზე 2022 წელს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ლიბანის მთავრობა იყოს გაძლიერებული, რათა შეძლოს ჰეზბოლას წინააღმდეგობის გაწევა. არ უნდა გვჯეროდეს მხოლოდ მათი სიტყვების, ხო ასეა. უნდა ვენდოთ და შევამოწმოთ, როგორც ამერიკელები ითხოვდნენ. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უბრალოდ დავტოვოთ ჩვენი პოზიციები ლიბანში, მაგრამ აუცილებლად უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა და ამტკიცონ, რომ უკეთესად შეუძლიათ მოქმედება. და დროთა განმავლობაში იმედი მაქვს დავიხევთ უფრო ახლოს ისრაელის საზღვართან და ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რაც ნამდვილად საჭიროა გავაკეთოთ. და არ გავხსნათ ახალი ბუფერული ზონა ან უსაფრთხოების ზონა, როგორც ეს 80-იან წლებში გავაკეთეთ. ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა. მაგალითად, სირიაში ანგარიშების მიხედვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ დროა სირიიდან გავიდნენ. ჯერათ, რომ ეხლა უსაფრთხოების თვალსაზრისით იცით, რომ ისრაელმა მიაღწია მაქსიმუმს, რისი მიღწევაც შეუძლია სირიის საზღვართან უსაფრთხოების რეალობის შეცვლაში. და რომ დროა ისრაელმა გაიყვანოს თავისი ძალები და შეუძლია ენდოს აშარას მთავრობას, რომ ის თავის მხარეს დაიცავს ამ საზღვარს, ალბათ არც ერთი ამათგან. თუმცა ისრაელი უკვე მრავალი თვეა სირიაში ავარიბუძვის. გონი უკვე 1 წელია, რაც პირდაპირ დაპირისპირება ისრაელის თავდაცვის ძალებს და მაინც ჩვენ ისე ვიქვართ ბუფერულ ზონაში. ეხლა რა არის ისრაელის ყოფნის მიზანი ბუფერულ ზონაში? თუ ისრაელის მიზანია სამუდამოდ დარჩეს ამ ბუფერულ ზონაში, ანუ შეცვალოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურა, მაშინ ჯობია ეს ამერიკელებთან შევათანხმოთ. რადგან ისრაელს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაკავება, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ტრამპს არ უნდა რომ ისრაელმა ასე მოიქცეს. ხო, ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე თქვა, რომ მას სურს მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმება თითოეულ მათგანთან. მას ასევე სურს ეს ღაზასთანაც. სწორედ ამიტომ შექმნა მან მშვიდობის საბჭო. მისი აზრით, 20 პუნქტიანი გეგმა საბოლოოდ, როცა პირობები მომწიფდება, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არასდროს მოხდება. მაგრამ გეგმის მიხედვით, თუ პირობები შესრულდება, ისრაელისგან ასევე მოელიან, რომ გაიყვანოს ჯარები ღაზაში ყვითელი ხაზიდანაც. ლიბანსა და ღაზაში ყველაფერი ნათელია. სირიაში კი არ არის ნათელი რა უნდა მოხდეს. სინამდვილეში, იმიტომ რომ ღაზაში ჰამასის განიარაღება გამოიწვევს ჯარების გაყვანას. ხო, ლიბანში ჰეზბოლას განიარაღება გამოიწვევს ჯარების გაყვანას. სირიაში კი არ არსებობს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს ისრაელის ჯარების გაყვანას. როგორც ჩანს, ეს უფრო ისრაელზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, სირიაში ეს უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან საზღვის მეორე მხარეს რეალური მტერი არ არის. ლიბანში ჰეზბოლა, ღაზაში ჰამასი, მაგრამ სირიაში ასეთი არავარავინ არის.
ისრაელი სირიის თავრობასთან ურთიერთობდა. მაშინ როცა მინისტრი დერმერი ჯერ კიდე მინისტრი იყო და ამ საქმეს აკეთებდა. მას შეხვედრა გამართა სირიის გავლენიან მინისტრებთან. ხო ასეა? არ ვიცი ეს ოდესმე გახმაურდა თუ არა. მე მგონი გახმაურებული იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სირიელებთან ძალიან მკაფიო ურთიერთობა არსებობდა, რომლის მიზანიც იყო მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა და უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა სამხრეთ სირიაში. ასე რომ ეს დაიცავდა ისრაელის ინტერესებს, დაიცავდა დრუზების თემს და მისცემდა ისრაელს უკან დახევის და პროცესის გაგრძელების საშუალებას. ეხლა ეს არ მოხდა. თუ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ სირიელები საერთოდ არ არიან სანდოები, მაშინ რატომ ამბობს პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად, რომ ეს უნდა გავაკეთოთ? განა ვერ შევძელით ამერიკის სადაზვერვო სტრუქტურებისა და პოლიტიკური ელიტის დარწმუნებად მუნება, რომ ეს რეალური შეთანხმება არ არის. ვფიქრობ, ეს არ არის მიზეზი. ვფიქრობ, მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ შეგვეძლო ამის გაკეთება. ამასთან დაკავშირებული გარკვეული რისკი ნამდვილად იყო, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მცირე, რადგან სირიაში გაქცევის რისკი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვაგან. შეგვეძლო მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რომელიც სირიაში აიძულებდა ვალდებულებების აღებას, რის შემდეგაც შეგვეძლო გადაგვეწმებინა, შეესრულებინა თუ არა ეს და შესაძლოა გარკვეული პოზიციებიდანაც კი უკან დაგვეხია. მაგრამ ფაქტია, რომ მე ვფიქრობ ამ მთავრობას, ნეთანიაჰუს როგორც პრემიერ-მინისტრს და მთლიანად მთავრობას არ სჯერა მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმებების. არ ჯერათ. ყოველთვის იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ. 20 პუნქტიანი გეგმა ნეთანიაჰუს ძალით მოახვიეს თავს. აშშ-ში გავრცელებული ინფორმაციითაც კი, ლიბანთან შეთანხმების დროს პრეზიდენტის ოფიციალური პირები და მრჩევლები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტ ტრამპს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე ძლიერი ზეწოლა უნდა მოეხდინა, რომ დათანხმებულიყო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით ელჩმა ლაიტერმა ხმამაღლა ისაუბრა, რათა დარწმუნებულიყო, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ლიბანთან შეთანხმებას არ გადაუხევდა. რადგან თუ ეს არ არის ისრაელის აზროვნება, თუ ფიქრობთ, რომ უსასრულო ომებში ყოფნა სჯობს შეთანხმებების მიღწევას, შედეგიც ეს იქნება. სირიის შემთხვევაში კი ვფიქრობ ეს ყველაზე თვალსაჩინოა, რადგან პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ეუბნება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. თუ გინდა ლიდერობა, ითვირთე ლიდერის როლი. მაგრამ თუ თავად არ უდგები ამას სათავეში, სხვებს აიძულებ, რომ მათი თვითონ ლიდერის როლი. რადგან ჩვენ გვინდა პროგრესი ახლო აღმოსავლეთში, გვინდა კეთილდღეობა ახლო აღმოსავლეთში, გვინდა რომ ომები დასრულდეს. ესე რომ სირიაში ერთ-ერთი სხვა ძალა, რომელიც ლიდერის როლში გამოდის, თურქეთია. ვხედავთ, რომ იქ მისი გავლენა იზრდება. მესმის, რომ ბევრი ისრაელის უსაფრთხოების ოფიციალური პირი განგაშტეხს სირიაში თურქეთის მზარდი გავლენის გამო. ეხლა მოდი გვერდზე გადავდოთ ერდოღანის მხრიდან გამომწვევი რიტორიკა, რომელიც ხშირად ანტისემიტურია და იხენებს ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ყველაზე ძველ სტერეოტიპებს. როგორ წარმოადგენს თურქეთი უსაფრთხოების საფრთხეს ისრაელისთვის? თურქეთი სხვადასხვა გზით წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის. პირველი არის მათი პირდაპირი ჩართულობა, რომელიც ნამდვილად იზრდება. მათი ყოფნა სირიაში, მათი პოტენციური ყოფნა ღაზაში, მათი მხარდაჭერა ჩვენი მტრებისადმი, რადიკალური ჯგუფებისადმი, ჰამასის, ისლამური ჯიჰადის ჯგუფების აღმოსავლეთ იერუსალიმში. თურქები უფრო მეტად არიან ჩართულნი ამ ყველაფერში, პოტენციურად შეიძლება იყოს. ამ მომენტში არ ვფიქრობ, რომ არის, მაგრამ მომავალში შეიძლება იყოს ასევე კონვენციური საფრთხეც. თუ თურქეთი გადაწყვეტს, თურქეთს შესაძლოა ყველაზე დიდი არმია ჰყავდეს რეგიონში, კიდევ უფრო დიდი ვიდრე. მათი საჰაერო ძალები ცოტა მოძველებულია. მათ სურთ F-35. იმედი მაქვს, რომ ამას ვერასდროს მიიღებენ. მაგრამ მათი საზღვაო ფლოტი უზარმაზარია. მათი შესაძლებლობა ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე უზარმაზარია. ეხლა თუ საქმე აქამდე მივა, მაშინ რა თქმა უნდა ისრაელს მოუწევს მომზადება და შესაბამისი რეაგირება. მაგრამ ისრაელს ახალი მტრები არ ჭირდება. და რაც შეეხება თურქეთს, კითხვა ასეთია. არის თუ არა გზა, რომ შემცივდეს რიტორიკა, დაუპირისპირდნენ მათ ინტერესებს, გამოიხენონ ის ბერკეტები, რაც ისრაელს ჩვეულებრივ აქვს, ისრაელი ვაშინგტონში, ანკარაზე უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. ისრაელი ვაშინგტონში თურქეთზე ბევრად უფრო ძლიერი იყო მრავალი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეხლა უკვე აღარ არის ასე. როგორც ჩანს, პრეზიდენტ ერდოღანს პრეზიდენტ ტრამპისგან უფრო მეტ ქებას იღებს, ვიდრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. და ეს მომავალ კვირას დაგეგმილ ვიზიტამდეა. იცით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიხილავთ ჩახუთებებს, კოცნებს და ბევრ სიყვარულს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიმართაც, როგორც უნდა იყოს. მინდა რომ ეს ასე იყოს. მინდა რომ ისრაელმა ვაშინგტონის მხარდაჭერა მიიღოს. რადგან მაგალითად, როცა ამას ვაკეთებთ, უნდა იყოს ნათელი, რომ თურქეთს არ უნდა მიეცეს F-35-ის მიღების უფლება.
თურქებს არ უნდა მიეცეთ უფლება, რომ კონვენციური საფრთხეები შეუქმნან ამერიკის მოკავშირეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ნატოს წევრები არიან. და ეს უნდა იყოს ელემენტარული, რომ ნატოს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საფრთხე შეუქმნას სხვა ნატოს მოკავშირეს ამხი. მაგრამ ასე არ არის, რადგან აღარაფერი არის ნორმალური. და როგორც ჩანს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს არის ისრაელის დიპლომატიური სისუსტის ნიშანი. და უფიქრობ ეს მართლაც უკავშირდება იმას, რაც ადრე ვთქვით. რადგან ჩანს, რომ ისრაელი აღარ სჯერა დიპლომატიური ძალის. ისრაელი როგორც ჩანს, მხოლოდ მკაცრი სამხედრო ძალის სჯერა. და არსებობს ზღვარი, რასაც მხოლოდ ამით შევძლებთ. თუ კიდევ ერთი გადაცემა გვექნებოდა, უფრო ვრმად შევეხებოდი თურქეთს, მაგრამ მინდა გადაცემის ბოლო ნაწილზე გადავიდე. ეს არის სწრაფი კითხვების სეგმენტი. სამ სურათს გაჩვენებთ. მოკლედ მითხარით, რა პირველი აზრი გაგიჩნდებათ. აი პირველი სურათი. ეს არის ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. დიახ. ეს საინტერესო ამბავია, ხო ასეა? დიახ, მოსაც უნდა დაეჭირა ჩემთვის მხარი და ახალი ლიდერი გამხდარიყავი. მაგრამ როცა მას ხედავ, როცა ამ სურათს უყურებ, პირველი რა აზრი გიჩნდება? მიყვარს მისი ღიმილი. ყოველთვის მიყვარდა. კარგი. შემდეგი სურათი, ეს არის ყოფილი ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი და იეშარიმის პარტიის ლიდერი გადი აიზენკოტი. ისრაელის გმირი. კარგი. და ჩვენი ბოლო სურათი დღევანდელი საღამოსთვის, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და ყატარის ემირი შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი. ფრუსტრაცია. ეს ხელის ჩამორთმევა უნდა იყოს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, სადაც საუბარია პრაგმატიზმსა და კეთილდღეობაზე და არა ყატარის ლიდერთან G7-ზე. რატომ არის პრობლემა, რომ ეს ყატარის ლიდერთან ხდება? იმიტომ რომ ყატარმა სამწუხაროდ თავი წარმოაჩინა როგორც მთრულად განწყობილმა ქვეყანამ იმ ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ, რომლებიც უნდა იყოს საერთო შეერთებული შტატებისთვის და ლიბერალური სამყაროსთვის მთლიანობაში და რა თქმა უნდა ისრაელისთვისაც. გმადლობთ თქვენს პასუხებსა და თქვენს დროსა და ხედვებისთვის. ამჯერად აქ უნდა დავასრულოთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ეიალ ჰულატა, რომ შემომიერთდით ამ საღამოს. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც გადაცემაში On the Record, დღევანდელ ეპიზოდს და ყველა წინა გადაცემას შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე და Spotify-ზე. გმადლობთ ყურებისთვის.